მოგესალმებით ხალხო. ეს ძალიან კარგი ამბავი მოქვს. დამირეკეს კარგი ამბავი მაცნობეს. და ეხლა მივდივარ. მოკლედ არ გეტყვით ჯერ, სად მივდივარ და რისთვის. დაელოდეთ დარშით ვიდეოს ბოლომდე და ნახავთ ძალიან მაგარ რაღაცას. წავედით. პატარა მინიშნებას მოგცემთ. ეს თემატიკა უკავშირდება EOS 14-ს და EOS 14 ვისაც ძალიან გიყვარს და вообще EOS 14-ის სიყვარული საიდანაც გაქვთ ამ ყველაფერს უკავშირდება ეს დღევანდელი ვიდეო. ესე გამოიყურება ჩემი EOS 14. ეხლა წავიდეთ და ნახოთ თუ რა სიურპრიზი გვაქვს. მოვედი მეგობრებო. ავიღე ჩემი ნივთი, რომელიც გამოიყურება ესე. აბა გამოიცანით, სანამ გავხსნით ახლა. გამოიცანით, დაწერეთ კომენტარებში რა იმალება აქ. მოდი ახლა დავიწყოთ გახსნა. ისე დავამაგრო ტელეფონი არ ვიცი. But ესე იყოს ჩანს, ხო? აი ესე ჩანს. აბა მეგობრებო, მზად ხართ? Tadam! ჩემი EOS 14-ისთვის OM500. გავაღვიძოთ ძველი ლეგენდა. ეს თევზაძის საპატივსაცემოთ რა თქმა უნდა. რავი. ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს ეს ნომერი, წამოეხლა დავაყენოთ და ვნახოთ როგორი გამოვა. ესაა ჩემი ძველი ნომერი, რომელსაც შევიტან და დავაბრუნებ ახლა. და ესაა უკვე ახალი ნომერი. ვიცი ისეთი მაგარი არ არის როგორც ქართული, მაგრამ თავის სათქმელს ამბობს. იდეალურია. უხდება, ძალიან უხდება და ძალიან მომწონს. და OM500 იმენა დონია. ესე გამოიყურება ჩემი ანგელოსი. ჩემი ფარები ხო უჭველი უნდა გაჩვენოთ, თქვენ რო ძალიან მოგწონთ რა. ვისაც არ მოგწონთ, სარიშვილმა დაგლოცოთ უყველა. მე მომწონს. მოკლედ ესია ხალხო. სოროკი მყავს პროპელერებზე იმენა. M5 საბუესზე და OM500-ის ავიღე ნომრები. მოკლედ, ყველას გისურვებთ თქვენი სურვილების ასრულებას რა. როგორც ჩემს ერთ-ერთ ვიდეოში ვახსენე ეს მანქანა ჩემი. ბავშვობის ახირება იყო ესე რომ ვთქვათ რა. მე მყავდა EOS 14 და მაშინ ვთქვი, როცა როცა გავყიდე EOS 14, რომ თუ EOS 14-ს როდესმე ვიყიდი თქო, ეს იქნება თქო სოროკი რა. სოროკი იქნება თქო აუცილებლად თქო და მექანიკა თქო. და აი ისიც აქაა. და ისე ვაწყობდი როგორც მინდოდა, როგორც წარმომედგინა ბავშვობაში, რომ აი როგორი უნდა მყოლოდ. ხო და ვიღაცები რაღაცებს რო წერს, რომ ეს მომწონს, ის მომწონსო, ეგენი გააკეთეთ თქვენ მანქანაზე, ჯიგრებო. მე ესე მომწონს. აბა წავედით.